ეს არის თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი მერაბ ონიანი. დღეს შემოგთავაზებთ საბავშვო ზღაპარს, ზღარბუნია ბურძგლა, რომლის ავტორიც მე გახლავართ. ამ ზღაპარში დასმულია საკითხები, რომელიც უკავშირდება ცხოვრებით უკმაყოფილებას, წყენების დაგროვებას, დაძმობის ძალას, დაფიქრებას საკუთარ თავზე, წყენასთან სწორ ურთიერთობას, პატიებას და სასიკეთოდ ცვლილებას საკუთარი ბუნებისა და ხასიათისა. ზღარბუნია ბურძგლა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქვეყანა, რომელსაც თვალწარმტაცას ეძახდნენ. მშვენიერი და ლამაზი იყო ეს ქვეყანა, საოცარი თვალხატულა ბუნებით, ტყეებით, მდელოებით და მთებით, ჩქეფარე მდინარეებით და კრიალა ტბებით. ხოდა ერთ-ერთი ულამაზესი ტბის პირას იყო შესანიშნავი ფოთლოვანი ტყე, რომელშიც უამრავი ცხოველი ბინადრობდა. ყველას თავისი ხასიათი და ბუნება ჰქონდა, რითიც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. მე მინდა ზღარბების შესახებ გიამბოთ. ეს ეკლიანი ცხოველები 7 ბუნებით გამოირჩევიან. უწყინარი ხასიათის გამო სხვა ცხოველებს არ ერჩიან, მაგრამ თავის დაცვა კარგად შეუძლიათ და თუ კი ვინმე მათ დაჩაგვრას შეეცდება, ზღარბი ბურთივით დამრგვალდება და თავისი წვეტიანი ეკლებით ყველა მხრიდან იცავს თავს. სხვა ცხოველები ერიდებიან ზღარბებთან ჯგუფს, რადგან მსუსხავ ეკლებს მათი დაზიანება შეუძლიათ. თავად ზღარბები ძალიან მშვიდობის მოყვარეები არიან, უყვართ ერთმანეთთან მეგობრობა და თამაში. ზღარბების ამ საინტერესო სამყაროში მუსიკოსი ზღარბების ოჯახი ცხოვრობდა. მამა მევიოლინე იყო, დედა ფლეიტაზე უკრავდა. უფროსი ვაჟი, რომელსაც ზღურბლა ერქვა, ფორტეპიანოზე ისეთი გატაცებით უკრავდა, რომ ყველაფერი ავიწყდებოდა ხოლმე. ძალიან სხარტი და ცელქი იყო და თუ კი რამეს მოიდომებდა, უნდა აესრულებინა, რადგან არ უნდა დაждდომოდა. ყველანაირ ზღვარს, ყველანაირ ზღურბლს გადააბიჯებდა ხოლმე და სწორედ ამიტომ ეძახდნენ ზღურბლას. მისი პატარა დაიკო სიკეთისა და სილამაზის განსახიერება იყო. მას ისეთი ლამაზი, საყვარელი თვალები ჰქონდა, რომ ვისაც თავისი თვალებისა და გულის სითბოს შეანათებდა, ბოროტიც რომ ყოფილიყო, კეთილად გადააქცევდა. ის თავის გარშემო ზღაპრული სიკეთის სამყაროს ქმნიდა. ამის გამო კეთილ დაიკო ზღარბუნას ზღაპარა შეარქვეს. ზღაპარა თარზე უკრავდა, მართლაც ზღაპრულ ჰანგებს აჟღერებდა და თავისი ჰარმონიული მელოდიებით ატკბობდა სამყაროს. ყველაზე პატარა მუსიკოსი ზღარბების ოჯახში იყო ზღარბუნია ბურძგლა. ის ძალიან გრძნობიარე იყო და ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა. ამის გამო ბევრი რამ სწყინდა და ხშირად რჩებოდა გულდაწყვეტილი. რომ მეგობრები სათანადოდ არ ექცეოდნენ. ზღარბუნია ბურძგლა თვლიდა, რომ მისი არ ესმოდათ, ვერ უგებდნენ მას. ამიტომ ხშირად იყო უგუნებოდ, გაბუტულ, განაწყენებული, განმარტოვდებოდა ხოლმე. საყვარელ დრუნჩს წინ წამოწევდა და აჯაგრულ, აბურძგლული დადიოდა უღრან ტყეში. სწორედ ამიტომ ეძახდნენ მას ბურძგლას. სევდიანი და განაწყენებული ბურძგლა თავის სალამურს დააკვნესებდა და ცდილობდა დარდი ამით გაექარვებინა. მის მოსასმენად ტყის ბინადრები იკრიბებოდნენ,
ყველა ცდილობდა ენუგეშებინა ბურძგლა, მაგრამ ამაოდ ის განწყობას ძნელად იცვლიდა, რადგან წყენა მის გულში ძალიან დიდხანს რჩებოდა. თავისი ძმის წუხილებით გულდამძიმებულმა ზღაპარამ ბურძგლა ერთ დღეს ულამაზესი ტბის ნაპირას წაიყვანა სასეირნოდ. კრიალა ტბაზე ყელმეღვერებული ქედები დაცურავდნენ, მის სიღრმეში იალქნიანი ნავები დასრიალებდნენ. ნაპირზე კი ბავშვები თამაშობდნენ ხიარულად. ზოგი ტბაში ჭყუმპალაობდა, ზოგი თევზაობდა. იქვე ახლოს საჰაერო ბურთებს, დირიჟაბლებს ბერავდნენ და მაღლა ცისკენ უშვებდნენ. ფერად-ფერადი საჰაერო ბურთები თეთრ ღრუბლებში მოცურავე ცისარტყელას გავდნენ. ბავშვები დირიჟაბლებში ქვებს აწყობდნენ და როცა ჰაერის ნაკადი რომელიმეს მიწისკენ წაიღებდა, ქვების ნაწილს ტბაში ყრიდნენ. შემსუბუქებული ბურთი ისევ ცისკენ მიემართებოდა. ზღაპარამ ზღარბუნია ბურძგლას უთხრა: „დააკვირდი, როცა ქარი ბურთს ჩამოგდებას უპირებს, მას მხოლოდ მძიმე ქვების გადაყრა შველის. ნებისმიერი წყენა და ტკივილი ამ ქვებს გავს. თუ ამ გრძნობებს დიდხანს გულით ატარებ, მათ შენი ძირს დანარცხება შეუძლიათ. ამიტომ ისწავლე ამ სიმძიმეებისაგან გათავისუფლება. თუ ასე არის ამ წყენა ტკივილების უფსკრულში ჩაგაგდებს. შეამსუბუქე შენი სული წუხილებისგან, რომ შენთან სიხარულის სიმსუბუქემ დაიმსადგუროს. ისწავლე იყო ბედნიერი. ამ დღის შემდეგ ბურძგლა ძალიან შეიცვალა. ის თითქოს სამყაროს უფრო ნათელ და კაშკაშა ფერებში ხედავდა. როცა საწყენი შეხვდებოდა, ცდილობდა გულთან ახლოს აღარ მიეტანა. იცოდა, რომ წყენა ქვასავით დაამძიმებდა და გუნება განწყობას გაუფუჭებდა. ბურძგლას არასდროს ტოვებდა სურვილი, რომ საჰაერო ბურთივით მსუბუქი ყოფილიყო. კარგად ესმოდა, რომ ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი ნაკლი, ბევრი შეცდომაც დაუშვას. მაგრამ ურთიერთობა სწორედ ამ ნაკლოვანებების გათვალისწინება და მიტევებაა. პატიება, გეხმარება სხვებს გაუგო და წყენის ლოდებით გული აღარ დაიმძიმო. დრო გადიოდა. ბურძგლას ხასიათი უკეთესობისაკენ იცვლებოდა. მას უკვე აღარ ხედავდნენ ტყეში განმარტოებულს. საბოლოოდ ბურძგლა სიხარულით სავსე, მოსიყვარულე ზღარბუნიად იქცა. უწინდებურად აღარ იბურძგლებოდა და ცხოველებმა ახლა მას სიხარულა შეარქვეს. სალამურსაც სევდიანად აღარ აკვნესებდა. მისი ჟღერადობა სასიამოვნო და ხიარულმა ანგებმა შეცვალა. ჩვენს ზღარბუნიას ტყის ბევრმა ბინადარმა მიბაძა. მისი მაგალითით პატიებაც ისწავლეს და მძიმე ლოდების გადაყრაც. ზღარბების ოჯახს წინ თავგადასავლებით სავსე ლამაზი ცხოვრება ელოდა. საინტერესო იქნება ჩვენთვის თქვენი მოსაზრებები ამ ზღაპართან დაკავშირებით და თუ შესაძლებელია დაგვიკომენტარეთ და მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააზიარეთ.